იცოდით, რომ ნამდვილ კანონიერ ქურდს ეკრძალებოდა ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელის მოწერა, ჯარში სამსახური და საკუთარი ოჯახის ყოლაც კი. ნებისმიერი კავშირი სახელმწიფოსთან სიკვდილს ნიშნავდა. მაგრამ როგორ მოხდა, რომ ეს სისტემა სწორედ სახელმწიფო, საბჭოთა გულაგის ყველაზე სასტიკმა ლაბორატორიებმა შვა. დღეს მოგიყვებით, თუ როგორ იქცა კრიმინალური კოდექსი იარაღად ხელისუფლების ხელში და რა მოხდა მაშინ, როცა ეს ორი ძალა ერთმანეთს დაუპირისპირდა. არ იმუშაო, არ ითანამშრომლო, არ დანებდე. ეს არ არის უბრალო ლოზუნგები, ეს იმ კანონის საფუძველია, რომლის გამოც ათასობით ადამიანმა ერთმანეთის სასტიკად დახოცა. ომი, სადაც მეგობარი მეგობარს კლავდა მხოლოდ ერთი ნიშნით. აიღე თუ არა ხელში იარაღი სამშობლოს დასაცავად. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ ითვლებოდა სამშობლოს ერთგულება ქურდულ სამყაროში ყველაზე დიდ ღალატად. ქურდული მენტალიტეტის, როგორც სოციალური და ფსიქოლოგიური ფენომენის შესასწავლად, მნიშვნელოვანია მისი ჩამოყალიბების ისტორიული ეტაპებისა და იმ სტრუქტურული ელემენტების განხილვა, რომლებიც დოკუმენტირებულია მკვლევრებისა და კრიმინოლოგების მიერ. საბჭოთა პერიოდი 1920-30-იანი წლები. კანონიერი ქურდების ინსტიტუტი ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირის სასჯელ აღსრულების სისტემაში, ანუ გულაგში. პირველ ნამდვილ გულაგის ლაბორატორიად ითვლება თეთრ ზღვაში მდებარე სოლოვეცკის კუნძულებზე არსებული სოლოვკის განსაკუთრებული დანიშნულების ბანაკი. მან 1923 წლიდან დაიწყო აქტიური ფუნქციონირება და სწორედ აქ გამოიცადა პატიმართა შრომითი ექსპლუატაციის მოდელები, რომლებიც შემდეგ მთელ საბჭოთა კავშირში გავრცელდა. გულაგი პატიმრებს შრომას აიძულებდა. პატიმრები მუშაობდნენ მაღაროებში, არხების მშენებლობაზე, ტყის ჩეხვაზე, რკინიგზის გაყვანაზე და ასე შემდეგ. არსებობდა კვების ნორმა შრომის მიხედვით. ვინც გეგმას ვერ ასრულებდა, იღებდა ნაკლებ საკვებს, რაც ფიზიკურ გამოფიტვასა და სიკვდილს ნიშნავდა. მაგრამ გულაგებში არსებული პატიმრები ორ ნაწილად იყოფოდნენ. ერთ მხარეს იყვნენ დამნაშავეები, რომლებმაც ჩაიდინეს ყოფითი დანაშაული, მაგალითად ქურდობა, ყაჩაღობა, მკვლელობა. მოდით ამ ტიპის პატიმრებს დავარქვათ გამოსწორებადი პატიმრები. მეორე მხარეს კი იყვნენ პოლიტიკური პატიმრები. ისინი მიჩნეულები იყვნენ სახელმწიფოს და პოლიტიკური წესწყობილების მტრად, შესაბამისად ითვლებოდნენ გამოუსწორებელ პატიმრებად. თანაც, უბრალო ხულიქნებისგან განსხვავებით, პოლიტიკური პატიმრები ხშირად ინტელიგენციას წარმოადგენდნენ. ისინი განათლებული ადამიანები იყვნენ, რომელთა შემოქმედებითი მოღვაწეობაც პოტენციურად საშიში იყო საბჭოთა იდეოლოგიისთვის. ამის გამო, სახელმწიფოს მიზანი იყო არა მათი მხოლოდ ფიზიკურად განადგურება, არამედ მორალურადაც. საბჭოთა ხელისუფლებას სურდა ამ ყველაფრისთვის მინიმალური ხარჯებით მიეძია. ამისთვის კი მათ გადაწყვიტეს პატიმრების ერთი ჯგუფი მეორისგან გაემიჯნათ და გამოსწორებადი პატიმრები გამოეყენებინათ გამოუსწორებლების ზედამხედველობისთვის. კრიმინალები ბანაკის შიგნით ამყარებდნენ სიმშვიდეს და ამით ფაქტობრივად იმ საქმეს ასრულებდნენ, რაც ხელისუფლებას სჭირდებოდა. შეიძლება გაჩნდეს ბუნებრივი კითხვა. რაში სჭირდებოდა სახელმწიფოს ქურდების სახით ბანაკებში რაღაც ახალი ძალის შექმნა? თუ საკვების მიღება ისედაც შრომაზე იყო დაფუძნებული, ვინც არ იშრომებდა უბრალოდ მოკვდებოდა, ხომ? რაღა საჭიროა მაშინ წესრიგის დამყარების ახალი საშუალება. საქმე ის არის, რომ მხოლოდ შიმშილის შიში არასდროს არ ყოფილა საკმარისი დამნაშავეების შესაკავებლად. და აი რატომ? თეორიულად საკვების მიღება შრომაზე იყო დამოკიდებული, მაგრამ პრაქტიკაში არსებობდა მასობრივი საბოტაჟის, ამბოხის რისკი. გულაგებში 10,000-ობით ადამიანი იყო კონცენტრირებული, ამ უზარმაზარი დატყვევებული ჯარის მართვა კი მხოლოდ შიმშილით შეუძლებელია. როცა ადამიანებს დასაკარგი არაფერი აქვთ, იქ აღარ არსებობს შიში. ამიტომ შიშის გარდა საჭირო იყო რაღაც ისეთი ახალი ძალა, რაც არა გარედან, არამედ შიგნიდან იქნებოდა მართული, რათა ნებისმიერი პროტესტი ჩანასახშივე ჩახშობილიყო. თანაც ბანაკის ოფიციალური დაცვა და ზედამხედველები რაოდენობრივად ცოტანი იყვნენ პატიმრებთან შედარებით. მათ ფიზიკურად არ შეეძლოთ 10,000-ობით პატიმრის კონტროლი 24 საათის განმავლობაში. ამიტომ საჭირო გახდა შიდა პოლიციის არსებობა. წესრიგს თავად კრიმინალები დაამყარებდნენ. კრიმინალებისთვის პრივილეგია და ძალაუფლება რომ არ მიეცათ, მაშინ ისინი თავად გახდებოდნენ ადმინისტრაციისთვის დიდი პრობლემა. პოტენციურ ამბოხებებსა და გაქცევებში ისინიც ჩაერთვებოდნენ. ამიტომ სახელმწიფო მათ მისცა სათამაშო მოედანი, ბანაკის შიდა სივრცე, სადაც მათ შეეძლოთ საკუთარი იერარქიის დამყარება, იმ პირობით, რომ სახელმწიფოს პრობლემებს არ შეუქმნიდნენ. ეს ურთიერთობა ქურდებსა და სახელმწიფოს შორის
ორმხრივი სარგებლის მომტანი იყო. სახელმწიფო ნაკლებ რესურსს ხარჯავდა გულაგებში წესრიგის დამყარებაზე. ქურდებმა კი მეტი პრივილეგიები მიიღეს. ამით ფაქტობრივად შედგა არაფორმალური მდუმარე გარიგება. დაკმაყოფილდა სახელმწიფოს ინტერესი. ბანაკში შემცირდა ამბოხის რისკი და პოლიტიკური მოწინააღმდეგეები უფრო ადვილი სამართავები გახდნენ. დაკმაყოფილდა ქურდების ინტერესიც. მათ მიიღეს ძალაუფლება. ისინი აღარ მუშაობდნენ და მაინც იღებდნენ საკვებს. ქურდული კოდექსი კრძალავდა ფიზიკურ შრომას. ამიტომ კანონიერი ქურდები აიძულებდნენ სხვა პატიმრებს შეესრულებინათ მათი წილი სამუშაოც, რათა თავად მიიღოთ საკვების ნორმა. კიდევ ერთხელ მკაფიოდ გავუსვათ ხაზი. ქურდული სისტემა ჩამოყალიბდა არა სახელმწიფოსთან ოფიციალური შეთანხმებით, არამედ ორმხრივი მდუმარე ინტერესების საფუძველზე. თუმცა შეიძლება ამას მეორე მხრიდანაც შევხედოთ. ვინაიდან სახელმწიფომ ჩაკეტა ეს კრიმინალები გულაგებში და შეუქმნა პირობები, სადაც არჩევანი ან სხვებივით შრომა, ან სხვებზე ძალაუფლება იყო, გამოდის რომ ამ კრიმინალებს დიდად არც არავინ ჰკითხა რა უნდოდათ. უბრალოდ მისცეს ისეთი მაცდური არჩევანი, რაზეც უარს ვერ იტყოდნენ. მათაც მონობას ძალაუფლება არჩიეს. ამ კრიმინალებს ხშირად ნიშნავდნენ ბანაკის მომარაგებლებად, მზარეულებად ან ბრიგადირებად. სახელმწიფოს ასეთმა პოლიტიკამ კრიმინალურ სამყაროს მისცა საშუალება ჩამოყალიბებულიყო როგორც ორგანიზებული სტრუქტურა, რომელსაც ჰქონდა საკუთარი იერარქია და სახელმწიფოსთან შუმად შეთანხმებული თამაშის წესები. მალე კრიმინალებმა დაინახეს, რომ ბანაკებში 10,000-ობით ადამიანის კონტროლი ადვილი არ იყო და ამ სიმრავლეში მათ სჭირდებოდათ რაღაც სტრუქტურა, რათა მათი არაფორმალური შიდა ურთიერთობები და ძალაუფლება დანარჩენ პატიმრებზე მეტად გამართული ყოფილიყო. ადმინისტრაციაც ხელს უწყობდა კრიმინალურ იერარქიას. თუ ბანაკში გამოჩნდებოდა ძლიერი ლიდერი, რომელიც წესრიგს დაამყარებდა, მას არა თუ არ უშლიდნენ ხელს, არამედ ეხმარებოდნენ კიდეც ძალაუფლების შენარჩუნებაში. ეს ნიშნავს, რომ ქურდების იდეოლოგია, რომ სახელმწიფოსთან არანაირი ურთიერთობა არ უნდა გქონდეს, თავიდან უბრალო ფასადი იყო, რადგან ისინი სახელმწიფოს არაოფიციალური კონტრაქტორები იყვნენ ბანაკების მართვაში. ოღონდ აქ ერთი დეტალია. ალბათ გაგიგიათ სახელი კანონიერი ქურდი. შეიძლება ინტუიციურად ვიფიქროთ, რომ რადგან ადგილი ჰქონდა სახელმწიფოს და კრიმინალური სამყაროს კავშირს, სახელი კანონიერი ქურდიც აქედან უნდა მოდიოდეს. თითქოს სხვა ქურდები უკანონოები არიან, ესენი კი კანონიერები. მაგრამ არა, ასე არ არის. კანონიერი ქურდები მათთვის სახელმწიფოს არ დაურქმევია. ეს სახელი თვითონ კრიმინალურმა სამყარომ დაამკვიდრა. იგივე უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მათ თავად დაირქვეს კანონიერი ქურდები. ეს სახელი სინამდვილეში სულ სხვა მნიშვნელობას ატარებს, რის უკანაც მკაცრი იდეოლოგია დგას. პირველ რიგში, კანონი განასახიერებს შიდა კოდექსს. ანუ როცა ვახსენებთ კანონიერს, აქ სახელმწიფო კანონებს კი არა, ქურდულ კანონებს ვგულისხმობ. ქურდი არის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს მკაცრად განსაზღვრული ქურდული წესების მიხედვით და არა სახელმწიფოს დადგენილი წესებით. ქურდი ერთდროულად არის ამ კანონის მცველიც და აღმსრულებელიც. ის, ვინც ატარებს კანონიერი ქურდის სახელს, აღიარებულია კრიმინალური ელიტის მიერ და აქვს უფლება სხვებსაც მოსთხოვოს ამ შიდა კანონის დაცვა. სახელი კანონიერი ქურდი არის თურმნელად ტიტული, რომელიც მიანიშნებს, რომ ადამიანი არის კრიმინალური იერარქიის უმაღლეს საფეხურზე. ეს არის პროფესია და ცხოვრების წესი ერთდროულად. მათთვის სახელმწიფო კანონი არის ბოროტება, ხოლო მათი შიდა ქურდული კანონი ერთადერთი ჭეშმარიტება. მოკლედ რომ ვთქვათ, კანონიერი ნიშნავს არა კანონის დამცველს სახელმწიფო გაგებით, არამედ ქურდული კოდექსის მცველს. თავიდანვე, როცა გულაგებში ქურდული კანონი იწერებოდა, მასში ჩაიდო პუნქტი. არავითარი თანამშრომლობა ხელისუფლებასთან. რატომ? იმიტომ რომ თუ ქურდი ოფიციალურად დაიწყებდა ადმინისტრაციასთან მუშაობას, მაგალითად გახდებოდა ბანაკის ოფიციალური ზედამხედველი, ის კარგავდა ავტორიტეტს სხვა პატიმრებში. მათი ლოგიკა ასეთი იყო. ჩვენ მართავთ სიტუაციას ჩვენი წესებით და არა ადმინისტრაციის ბრძანებით. ეს მათ საშუალებას აძლევდა ყოფილიყვნენ დამოუკიდებელი ძალა და არა ციხის მსახურები. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ფარული დაპირისპირება ორმხრივი ინტერესების მიუხედავადაც არსებობდა. ეს ლოგიკურიც არის, რადგან ერთადერთი რაც ქურდებს და ხელისუფლებას აკავშირებდა, იყო პოლიტიკური პატიმრების არსებობა. როგორც კი ეს საფრთხე გაქრებოდა,
მერე კრიმინალების და ხელისუფლების ერთმანეთში დაპირისპირებაც გარდაუვალი გახდებოდა. ამიტომ კრიმინალებს სჭირდებოდათ დროებით მინიჭებული პრივილეგიების ისე ჭკვიანურად გამოყენება, რომ ნებისმიერ ფასად შეენარჩუნებინათ საკუთარი გავლენის სფერო და ძალაუფლება. ნამდვილი კრიზისი და იდეოლოგიური განხეთქილება ქურთულ სამყაროში მოხდა 1941-45 წლებში. ომის დროს საბჭოთა ხელისუფლებამ პატიმრებს შესთავაზა. წადით ფრონტზე, იბრძოლეთ და დანაშაულს გაპატიებთ. აქ ქურდული სამყარო ორად გაიყო. ათასობით კრიმინალი წავიდა ჯარში, ხელში იარაღი აიღო და სახელმწიფოს გვერდში დაუდგა. მაგრამ ამით მათ ქურდული კანონის მთავარი პრინციპი დაარღვიეს. არ ითანამშრომლო სახელმწიფოსთან. მეორე მხარეს დარჩნენ ქურდები, ვინც უარი თქვა ომზე. მათთვის სახელმწიფო იყო მტერი, მისი დაცვა კი არაკაცობად ითვლებოდა. კრიმინალები, რომლებიც ომში წავიდნენ, ავტომატურად მოღალატეებად გამოცხადდნენ, რამაც საფუძველი ჩაუყარა შუღლს, რომელიც მოგვიანებით ომშიც კი გადაიზარდა. ომი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მოხდა 1940-იანი წლების ბოლოს და 50-იანი წლების დასაწყისში და მას სუკების ომის სახელით ვიზნოთ. როცა მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, გადარჩენილი კრიმინალები ბანაკებში დაბრუნდნენ. გახსოვთ ცოტა ხნის წინ რა გითხარით. ხელისუფლება მათ ომის სანაცვლოდ თავისუფლებას დაჰპირდა. მაგრამ ეს იყო დიდი ტყუილი, რაც ხელისუფლებამ ქურდებს აჭამა. ომში პატიმრებს წინა ხაზზე უშოთდნენ. ყველაზე სახიფათო ხაზებზე, რაც ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენს უდრიდა. წასულებიდან დიდი ნაწილი დაიღუპა. მათი საქმე მაშინვე დასრულდა. ნაწილი ტყვედ ჩავარდა გერმანელებს და ავტომატურად სახელმწიფოს მტრად გამოცხადდა, რადგან ტყვედ ჩავარდნა ღალატად ითვლებოდა. ასე ისინი ორმაგი მოღალატეები გახდნენ. მათ ჯერ თავისიან ქურდებს უღალატეს იმისთვის, რომ სახელმწიფოს გვერდში დამდგარიყვნენ, ახლა კი ამ სახელმწიფომაც მოღალატეებად გამოაცხადა, მხოლოდ იმიტომ, რომ ტყვედ ჩავარდნენ. ვინც გადარჩა, იქიდან ნაწილი დასახიჩრებული იყო, ნაწილიც ჯანმრთელი. ომის შემდგომ პერიოდში ქვეყნის სწრაფად ასაშენებლად ხელისუფლებას კვლავ სჭირდებოდა უფასო მუშახელი. ამიტომ ბევრ პატიმარს, რომელსაც ვითომ ომში მონაწილეობის გამო სასჯელი გაუუქმდა, გამარჯვების შემდეგ უბრალოდ უთხრეს, რომ მათი ვალდა არ დასრულებული და უნდა მოეხადათ დარჩენილი წლებიც. დარჩა ქურდების მცირე ნაწილი, ვინც არც დაღუპულა, არც ტყვედ ჩავარდნილა და არც ციხეში მიუბრუნებიათ. მათ დაპირებისამებრ აძლევდნენ თავისუფლებას. ამ მხრივ ხელისუფლებამ პირობა შეასრულა, მაგრამ ტყუილი ეს არ ყოფილა. ტყუილი იყო თავისუფლება. Acha. Oi. ასე ვარ. უაზრობად ჭრეს არა? ერთი შეხედვით დაპირება იყო თავისუფლება და პირობის შესრულებას იყო თავისუფლება. ტყუილი ამ ორ თავისუფლებაში დევს. რა ასოციაცია გიჩნდებათ, როცა სიტყვა თავისუფლება გესმით? აი ზუსტად ეგ, რაც თქვენ ახლა გაიფიქრეთ, იყო პატიმრების სურვილი. მაგრამ თავისუფლება, რაც მათ მიიღეს, სრულიად სხვა აღმოჩნდა. მათი თავისუფლება ომის შემდგომ პერიოდს დაემთხვა, რომელიც იყო უკიდურესად მძიმე და თან ახლდა შიმშილობა და ნგრევა. ბევრი ყოფილი კრიმინალი, რომლის იდეოლოგიაც არ მუშაობა იყო, დარჩა თავისუფალი, მაგრამ არავის და არაფრის იმედად. ციხეში მათ სხვა თუ არაფერი აჭმევდნენ მაინც, ახლა კი საჭმელიც კი არ ჰქონდათ. იყვნენ თავისუფლები, მაგრამ თავისუფლებას ვერც შეწვალდნენ და ვერც მოხარშავდნენ. კუჭი თავისას ითხოვს. ხოდა რაღა გასაკვირია, რომ მათ რამდენიმე თვეში ისევ თავიანთ ხელობას, ანუ ქურდობასა და ყაჩაღობას მიჰყვეს ხელი და სახელმწიფომ ისინი ახალი მუხლებით ისევ ციხეებში დააბრუნა. როგორ ფიქრობთ, როგორ დახვედრას მოუწყობდნენ მათ ის ქურდები, ვინც ომზე უარი თქვა? მათ ეგონათ, რომ ძველ სტატუსს დაიბრუნებდნენ, მაგრამ ძველმა ქურდებმა მათ მოღალატეები და სუკები შეარქვეს. ამ სიტყვის ქართული შესაძლისი რაც არის გეცოდინებათ. რბილად რომ ვთქვათ, ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც გაფუჭდნენ და გაისვარდნენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით. ბანაკებში დაიწყო სასტიკი სისხლისღვრა. ყოფილი ნაცნობები, მეგობრები, მოკავშირეები ერთმანეთის მტრებად იქცნენ. ადმინისტრაცია კი ამას მშვიდად აკვირდებოდა, მათ პირიქით ხელს აძლევდა კრიმინალების ერთმანეთის ხელით განადგურება
თანაც მკვდარს აღარ სჭირდება მოვლა, პატრონობა, მეთვალყურეობა და გამოყვება. ამიტომ ქურდები ერთმანეთში დაწყებული ომითაც კი ხელისუფლების ინტერესებს აკმაყოფილებდნენ. სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა რადიკალური გამიჯვნა. სუკების ომში გამარჯვებულის დასახელება რთულია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ერთდროულად ორივე მხარემ თან გაიმარჯვა, თან წააგო. სუკებმა, ანუ ომგამოვლილმა პატიმრებმა, რომლებსაც უკვე დიდი გამოცდილება ჰქონდათ მიღებული და ადვილად ხოცავდნენ სხვებს, ფიზიკური უპირატესობა მოიპოვეს. გარდა ამისა, მათ ჰქონდათ ღია მხარდაჭერაც ადმინისტრაციისგან, იქნებოდა ეს იარაღი თუ პრივილეგიები. ამიტომ ბევრ ბანაკში ძველი ქურდების ინსტიტუტი ან ფიზიკურად განადგურდა, ან იატაკქვეშეთში გადავიდა. მაგრამ როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მაინც ძველი კანონიერი ქურდების იდეოლოგიამ გაიმარჯვა, რომ სახელმწიფოსთან ურთიერთობა ღალატია. პატიმრების თვალში სუკები ყოველთვის მოსყიდულ მოღალატეებად დარჩნენ, როგორი ფიზიკური ძალაც არ უნდა მიეღოთ, ხოლო იდეისთვის დაღუპულები გმირები გახდნენ. ამიტომ კანონიერმა ქურდებმა წესები იმაზე ბევრად უფრო გაამკაცრეს, ვიდრე მანამდე. დადგინდა, რომ ნებისმიერი, თუნდაც მინიმალური შეხება სახელმწიფოსთან, იქნებოდა ეს ჯარი, სახელმწიფო სამსახურის სხვა ფორმა, უბრალო მუშაობა, რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერა და ასე შემდეგ, არის ღალატი. ეს გახდა ქურდული სამყაროს წმინდა წესი, რათა მომავალში ხელისუფლებას ვეღარ გამოეყენებინა ისინი საკუთარი მიზნებისთვის, ხოლო სუკობა გახდა სამუდამო დამღა. 50-იანი წლების ბოლოსკენ სახელმწიფომ პოლიტიკა ცოტა შეცვალა. მათ შეწყვიტეს სუკების ღია მხარდაჭერა. გადარჩენილ ძველ ქურდებს კი მიეცათ რეორგანიზაციის საშუალება. დღევანდელი ქურდული სამყარო სწორედ იმ ძველი ქურდების მემკვიდრეა, რომლებმაც სიცხლიანი ომის ფასად უარი თქვეს ადმინისტრაციის დახმარებაზე.